ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც შვილი გეუბნებათ, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა, ან მუცელი ტკივა, ან ბევრ სხვა რამეს იმიზეზებს იმისათვის, რომ არ წავიდეს სკოლაში. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თუ რა აფერხებს ბავშვს, რა არ მოსწონს. ზოგადად ქართველები მიჩვეული ვართ 70 წლის განმავლობაში გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთ, რაღაცა გვტკივა მოითმინე, ვიღაცა ჩაგრავს მოითმინე, რაღაც მასწავლებელი ცუდად გექცევა მოითმინე. რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ აი ეს მოთმენა, ის სიმწარე, რასაც ჩაგვრის დროს განიცდის ბავშვი, უფროსობაში, ზრდასრულობაში გამოვლინდება ხოლმე სხვადასხვა სახით ეს ტრამვები. ამიტომაც მე მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას, ჩემი შვილი დამყავდა სკოლაში, მონპარნასში, ბათუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი ადამიანი ნათია ქორიძე და 6 წლის შემდეგ მოგვიწია ამ ბავშვების მთლიანი კლასი გადავიდა სხვა სკოლაში. მანამდე თუ ბავშვები აი მონპარნასში იყვნენ ბედნიერები, ლაღები, კარგად სწავლობდნენ და ასე შემდეგ, სხვა სკოლაში, სხვა გარემოში ისინი შეიცვალნენ და საკმაოდ ცუდად ექცეოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, გადავიყვანეს სკოლიდან. იგივეს გირჩევთ თქვენს, არა წამოთ შვილები. უბრალოდ გაარიდეთ იქაურობას. ამი კომენტარით. ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც შვილი გეუბნებათ, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა, ან მუცელი ტკივა, ან ბევრ სხვა რამეს იმიზეზებს იმისათვის, რომ არ წავიდეს სკოლაში. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თუ რა აფერხებს ბავშვს, რა არ მოსწონს. ზოგადად ქართველები მიჩვეული ვართ 70 წლის განმავლობაში გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთ, რაღაცა გვტკივა მოითმინე, ვიღაცა ჩაგრავს მოითმინე, რაღაც მასწავლებელი ცუდად გექცევა მოითმინე. რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ აი ეს მოთმენა, ის სიმწარე, რასაც ჩაგვრის დროს განიცდის ბავშვი, უფროსობაში, ზრდასრულობაში გამოვლინდება ხოლმე სხვადასხვა სახით ეს ტრამვები. ამიტომაც მე მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას, ჩემი შვილი დამყავდა სკოლაში, მონპარნასში, ბათუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი ადამიანი ნათია ქორიძე და 6 წლის შემდეგ მოგვიწია ამ ბავშვების მთლიანი კლასი გადავიდა სხვა სკოლაში. მანამდე თუ ბავშვები აი მონპარნასში იყვნენ ბედნიერები, ლაღები, კარგად სწავლობდნენ და ასე შემდეგ, სხვა სკოლაში, სხვა გარემოში ისინი შეიცვალნენ და საკმაოდ ცუდად ექცეოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, გადავიყვანეს სკოლიდან. იგივეს გირჩევთ თქვენს, არა წამოთ შვილები.